ის ბატალიონები ქუთაისის ხედრიონი იყო ჩამოსული, კახეთის ხედრიონი, ერთი 700 კაციანი შენაერთი გადავედით შეტევაზე. ეს იყო 31-ში დილით. 2-3 საათი მიდოდა ჯახი ჯუხი, დაიღუპა ძმა 40-მდე ჩვენი მეომარი დაიღუპა 130 თუ 140 კაცი დაიჭრა ძლივს გამოვიყვანეთ ყველანი ამის გარდა ჩვენმა ტანკმა 4 ტანკით ვიყავით შესულები მაღლა ავედით მაგრამ მეტი აღარ შევიდა იმიტომ რომ რუსებმა აწიეს თვითმფრინავები მიგები სუშკები და დაიწყეს აფეთქება 3-4 ტანკი 3 აგვიფეთქეს მაგრამ გამოვიყვანეთ ყველა ძმო ძალიან რთული იყო იქ პოზიციური ბრძოლა ახლა მე გეტყვით ტამიშის ამბავს ძმო ტამიში კინდრი ლაბრა მერკულაში რო ბრძოლები იყო ნუ კაროჩი არცად არ იყო ეგეთი ბრძოლა არ ჩავთვლი კამანს და იქაც საშინელებები იყო კამანს შრომა ახალ შენი იყო უგორგან ამყოფი ვარ მაგრამ ბოლომდე როცა აიღეს მაგენმა შრომა და ცოტა ჩვენ უკრაინელს ერთად იქ უტევდით მაგრამ ვერაფერი გამოვიდა მაგათ მომისნე იქ ძმაო რა მოხდა იქ დესანტი რო შემოვიდნენ ნაოჭის ხრიდან პირველი შემოვიდა როტა ერთი როტა იყო ფსკოვსკი დივიზი вторая рота была გერეო ну какого города რომელი ქალაქის არ ვიცი გერეო იყო ერთი როტა მაგათ უკან წამოვიდა 300 კაციანი ყაბარდოები ოსებიც იყვნენ დაღუპულები რო ავკვეთეთ მე ბოლოს პირველი შეტაკება მოვიდა დუშელებთან რატო იცი მოვიდა რაც ით რომ მან რაღაცნაირად ორი გემი მოდგაო და რაღაცა გადმოგრუძეს მიდითო რომ მიდიონენ ესენი მიდიონენ მაგარი ბიჭები იყვნენ დუშელები მე კარათვის უნდა იმ ბიჭებს ზურა სამართლოს იმისა გვარდის სამართლოს ბიჭებს დაიღუპა ხო მარტო მაგე კი არა სამინისტრო სპეცნაზის დაიღუპა ძმო 12-15 კაცი მაგარი ჯგუფი იყო რა ის პოლიციის თუ მილიციის რა იყო იმაში რა აი 420 კაცი დაიღუპა 40-50 წუთის განმავლობაში. ჩვენ ვიყავით ანუარში. და მაღლობი, რომელიც თავარი მაღლობი იყო, არა მაღლობი, რომელიც იყო მთავარი, ჩვენი ანუარში. იქ ძმაო შემორდნენ. მაგრამ ისეთი ზარალი მიიღეს, მე მახსოვს კარგად. აი მაშინ დავინახე პირისპირ პირველად დავინახე მტერი ბრძოლაში. მაშინ დავინახე პირველად რა. ხო და ჩვენ მე ბოლოს ავიღეთ 12-13-ში რა. იქ ძმაო დაღუპულები იყო ძამი ჩოლოყაშვილის ბიჭები ორბის ბიჭები ორხეველები ჩვენი 14 კაცი დაიღუპა ჩვენი ჩემი შენაერთი და დუშეთის თლიანად 48 და 47 დაიღუპა აღების დროს ხო ზურაბ ხო ანუარ ხო ვერა თავარი სიმაღლე რომელიც ის ვერ იღებს მაგრამ სიმაღლე ერთადერთი იყო ანუარ ხო მთავარი ბრატ ეს ყველაზე მაღლობია გამიგია კი ჩვენ 30 კაცმა გადმოვიდით ახალკინში ვიდექით ჩვენ ნუ ყარყაშვილი გადავიდა გუჯარასთან და გუჯარამ ვერ გაბედა ხალხის გაზავნა რატო იცი არეული იყო ზვიადისტები იყვნენ შემოსულები ნუ არ იყვნენ ცუდი ბიჭები მაგრამ თან როს რა იცი ზვიადისტები რით იყვნენ იცი კარგი ძალიან მაგარი ყველა იყო პასტონიკებით ყველას ჰქონდა აკმ-ი ჩვენ 2000 კაცი ჯარი და 150 ჯავშანი იდგა აჩიგვარიდან ძველკინდღამდე აი საცაცხელი წყლებია ხიდი სანგრეული და წარმოიდგინე იქ რატომღაც შეტევა რო გაკეთა რა ძალიან მაგარი თელი სპეც დანიშნულობის 40 კაციანი თუ 35 კაციანი აი ლანჩავას ხალხი დაიხოც აი რომელიც იყვნენ გაწურთნილები ძალიან მაგრამ აი დაიხოცნენ რა ახალძაბას შეტევის დროს რა ეს იყო აი საშინელება რა პროს აი როგორი ბიჭები დაიხოდნენ ეს მაგარი ან თასავი ბიჭები აი მაგარი ბიჭები რა მე ვიცოდი პირად იმ ბიჭებს და გამიდა არ გამოყო 200 კაცი წამოვიდა ისაც როგორ წამოვიდა იცი აი თბილისელი იყო დაიღუპა თელი ესე მაგარი ძლიერი ტანკი იყო T-62 იყო და სამ სადგურთან პირადად ნანახე ტბასთან უბრალოდ ტბასთან რა სადგურიდან მე გადავიდი მარტოკენა ტანკმა ეომა სამ რუსების ორი რუსების ტანკი ზურა ეს ყველაფერი უნდა იცოდეს მომთხოვნა რა მიწელე საქართველოს ხორო მივედი ვეტერანების ორთაჭალაში რატომ მივედი იცი მე ფული დეშნელი თუმცა დავინახე აქ ჩემ უბანში და ჩემს ადგილებში ისეთ ხალხს აქვს ვეტერანის საბუთი რომელიც ტყვის მე მეკითხავენ როგორი იყო ომი რა წარმოიდგინე და რომ მივედი არა წელიწად ნახევარი ველოდგები რომ კომისია გავირო და როგორი სამარცხინო კომისია იცი ვიღაცა პიჟონი შტაბ-ნაეკრისა უნდა შეგეკითხოს აბა რა ნომერი იყო სადღაც ახლა მე მიწდება ჩემზე ძალიან და არც წავიდე არც დაურეკე საბუთები ყველაფერი ძლივს მოგრიფე მივეცე სამჯერ ვარ დაჭრილი ძმაო სამჯერ კინთხში ვარ დაჭრილი ეს შერაშ და ბოლოს შუქურას რაიონში მაჭარკაზე ხიდან